გაიგე ჩინგის-ყაენის წარმატების საიდუმლო. როგორ გახადეს ჩინგის-ყაენის ქალიშვილებმა? იგი აღმოსავლეთის უკომპრომისო ბრძანებელი. ჩინგის-ყაენი ნამდვილი ექსპერტი იყო ქალიშვილთა დიპლომატიაში. როგორც ბევრ მმართველს, მასაც ჩვეოდა თავისი ქალიშვილების გათხოვება მოკავშირე ერების მეფეებზე. მაგრამ გარკვეული პირობების დაწესებამდე ის აიძულებდა მეფეს გაეშვა თავისი სხვა ცოლები, რათა მისი ქალიშვილი შეერთო ცოლად. შემდეგ კი ახალ სიძეს ნიშნავდა სამხედრო სამსახურით მონღოლურ ომებში მონაწილეობისთვის. მაშინ როცა მისი ქალიშვილი მართავდა თავისი ქმრის სამეფო საქმეებს. ჩინგის-ყაენი ზუსტად უზრუნველყოფდა, რომ სიძეები ომებში დაღუპულიყვნენ. პატივისცემის ნიშნად მათ ბრძოლის წინახაზებში აყენებდა. ასე მის ქალიშვილებს ერგებოდათ გარდაცვლილი ქვრების სამეფოები მემკვიდრეობით. მათი როგორც მმართველების ამოცანა იყო მონღოლური მიწების ირგვლივ შეექმნათ დამცავი ფარი. მაშინ როცა მათი მამა აგრძელებდა თავისი იმპერიის გაფართოებას. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი დაქვრივებული ქალიშვილები იყვნენ წარმატების საიდუმლო. დაალაიქე და გამოიწერე არხი მეტი საინტერესო ვიდეოსთვის.